ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დილამშვიდობის. თქვენ წუხელი გაგიზიარეთ, უпростоრად გაგიზიარეთ ის ვიდეო, როდესაც ღამე მოვედით ქალაქ იუსუფელში, ჩემს ძვირფას ადამიანებთან ერთად, ანუ ჩემს შვილთან და ჩემს უმცროს მეგობართან ერთად. ახლა უკვე დილა არის, გამოვედით, აგერ ჩემი შვილები, ესე რომ ვთქვა, ჩემი შვილები, ხო, რა თქმა უნდა, ეგერ არიან ორივე, ბესო და მათე და მივდივართ ახლა, უბრალოდ გავივლით, დავათვალიერებინებ იუსუფელის ამ პატარა და ლამა ზუბანს, სადაც ყველგან ერთნაირი ბინა დგას და დავიმახსოვრეთ ნომერი, თორე შეიძლება სხვას მივაკითხოთ უკან, რომ დავბრუნდებით. ხო და მალე ჩვენ უნდა გავიდეთ ამ ქალაქიდან და წავიდეთ ქართული სოფლების დასათვალიერებლად, საიდანაც აუცილებლად თქვენთვის საყვარელ და საინტერესო ძვირფას ამბებს ჩამოგიტანთ. ეს ბინებია ჩვეულებრივი. იცნობთ თქვენ ამ უბანს და ბინებს, აგერ ათათურქის ბიუსტიც კი უდგათ ბინაში, ერთ-ერთ აივანზე. ჩემი პატარა მოგზაურები ფოტოებს იღებენ, იმიტომ რომ უცხოა მათთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი ახლა აქ. ამ ქალაქში ეს გახლავთ. ქალაქი ახალი იუსუფელი გააშენდა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს ძველი იუსუფელის დატბორვა, სადაც ააშენეს ჰესი. ვიმეორებ, ანუ ბევრმა იცით ეს ამბავი და უკვე ძველი იუსუფელიდან არაფერი აღარ დარჩა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. იმასაც ვნახავთ, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ იმ წყალს, რომლის ქვეშაც განისვენებს ძველი ქალაქი, ძველი იუსუფელი. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახლა გადავდივარ, ეს პატარა ქვაფენილიანი გზა არის, რომლის შემდეგაც თქვენ ნახავთ იმ ძველი იუსუფელს წყალში დაძირულს. აი ნახეთ ჩემო ძვირფასებო, აი შვილებო, ეს არის ის ძველი იუსუფელი, რომელსაც ასე მივტიროდი, არა მარტო მე, რა თქმა უნდა. უკვე არც არაფერი აღარ დარჩა, ნახე, არაფერი აღარ ჩანს, არის მხოლოდ წყალი. აი ეს არის ძველი იუსუფელი, დანახული ახალი იუსუფელით. აქ რამდენიმე თვის წინ სიცოცხლე იყო, ქალაქი არსებობდა, რომელიც იყო 50 წლის და მინდა გითხრათ, ჩემო კარგებო, მე მგონი 128 წლის მანძილზე, თუ ზუსტად ვიცი და არ ვცდები ზუსტ ციფრებში, ქალაქმა იუსუფელმა 7 ჯერ მოიცვალა მდებარეობა. ქალაქი იუსუფელი არსებობდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა ლოკაციაზე და ამას სხვადასხვა პირობები განაპირობებდა, რომ თქვათ მას ესე ადგილები მოენაცვლა და ერთ-ერთი ბოლო ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ აი აქ იყო ამ ადგილზე, სადაც ახლა წყალი დგას. მაგრამ თქვენ იცით ძველი იუსუფელი ჩემი ვიდეო კადრებიდან, ხო იცით და როგორი ლამაზი იყო და როგორ გულსატკენად ლამაზი, ერთი სიტყვით დღევანდელი გადასახედიდან. აი ჩემს უკან ძველი იუსუფელი, მაგრამ უკვე წყალში დაძირული. ჩანს იმედი. ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შეაჩერხდებით იუსუფელში ასეთ აბრას, ანუ წარწერას ბინებზეც და აი ესე ქუჩაში რეკლამის სახით. ეს არის ის ფირმა, სამშენებლო ფირმა, რომელმაც ააშენა ეს ბინები
აი ეს ბინები, რომლებიც ერთმანეთს გავს ყველა და ვერ განასხვავებთ, თუ ნომერს არ დაიმახსოვრებთ, ძალიან გაგიჭირდებათ ბინის მიგნება. იმიტომ რომ ყველა ერთნაირია თითქმის. აი ამ ბინების სამშენებლო კომპანია არის თოკი. აი ახლა ჩემი გზა გრძელდება ესე ქვაფენილზე, რომელიც მიუყვება აი ამ ტბის სანაპიროს. ძველი იუსუფელის ტბის ზედა სანაპირო, ასე რომ ვთქვათ, ახალი იუსუფელიდან და ესეთი მოაჯირებით არის გაკეთებული. აი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, ხედავთ ქალაქი, ასე უცებ არ ხდება არაფერი, ეს ქალაქი 7 წელია შენდება და იმ მდგომარეობამდეა, რა მდგომარეობაშიც ხედავთ ახლა თქვენ ამას. მოსახლეები უკვე ჩვეულებრივად არიან. ცხოვრება უკვე აქ დაიწყო დიდი ხანია. რამდენიმე თვეა. და გრძელდება, მალე გამწვანდება. ბესო მოდი დილამშვიდობისა უთხარი ჩვენს საზოგადოებას, იმ მაყურებელს, ვინც ახლა ჩვენ ვიყურებს და შენი ოცნება იყო, რომ ჩემი ვიდეოების შემდეგ შენ გემოგზაურა ქალაქ იუსუფელში. ყოველ შემთხვევაში ძველი იუსუფელში ვერა, მაგრამ ახალი იუსუფელში მაინც და იქიდან დაგენახა ეს დატბორილი იუსუფელი. და მაინტერესებს ახლა აი წუხელი მოვედით ღამე და პირველ ვიდეოში ასე თქვი, ჩემი ოცნება ავიხდინეო და ახლა უკვე გათენებულია, ყველაფერს ძალიან ლამაზად მზიან იუსუფელში ხედავ და რა სიტყვი, ორი სიტყვით. მოკლედ ქალბატონათია, თქვენი იმედით ყველაფერი შევძენი და მართლა ავიხდინეთ ჩემი ოცნებამდე და დღეს კიდევ ყველაფერს მოვინახულებ თქვენი დამსახურებით. ძალიან ლამაზია აქაურობა და მართლა ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ძალიან საწყენია ეს ყველაფერი, როგორც რომ ჩაძირეს ძველი იუსუფელი და მოკლედ ახალი იუსუფელიც მალე გამწვანდება და გაშენდება. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი შთაბეჭდილებით ხარ და თანაც მადლიერი. ახლა გადავინაცვლებ მათესთან, მათე მიესალმე ჩვენს მაყურებელს და შენც ასევე პირველად ხარ იუსუფელში. ტაოკლარჯეთში არ ხარ პირველად, მაგრამ აქ თვითონ იუსუფელში პირველად ხარ. დილამშვიდობის შენ, მოგესალმებით ყველას. როგორც იქნა ჩამოვედით იუსუფელში, მე ვიმედოვნებდი რომ ანუ და მირჩევნოდა უფრო ძველი იუსუფელი მენახა, მაგრამ რა ვქნათ ის დაძირეს. მოვინახულებთ ახალი იუსუფელს და ასევე ბევრ ქართულ სოფლებსაც დღეს. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, ჩემო მომავლის ქართველებო, ასე ვიტყოდი, ჩემო კარგებო, ესენი ჩვენი მომავლის ქართველები არიან და მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასო ადამიანებო, რომ ჩემი დღევანდელი დღე უფრო ბედნიერია, ვიდრე მე მოვდიოდი აქ. სევდიანიც რა თქმა უნდა, მე უფრო მეტი სევდამი მქონდა აქედან, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ბესო და მათი აქ არიან და მე ამათში ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც ჩემს შემდეგ კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ურთიერთობებს, ესე იგი საზღვრის აქეთ და საზღვრის იქეთ ქართველებს შორის. ძალიან ბევრი ესეთი ნათია არის, როგორიც მე ვარ. ყველაფრის მიუხედავად, ყველაფერში შედის რა ფინანსური მდგომარეობაც, ფიზიკურიც, დროის დეფიციტი, მაგრამ მაინც რომ ვახერხებ ამ ყველაფერს, ეს მხოლოდ უფლის დამსახურება და არავითარ შემთხვევაში ჩემი და მე მიხარია რომ ვთქვათ მომეცა ის ძალა და შესაძლებლობა ენთუზიაზმის სახით, რომ ეს ყველაფერი გზა და გზა შეძლების დაგვარად საზოგადოებას გავაცნო, ვისაც არ შეუძლია ფიზიკურად აქ მოსვლა და მონახულება და დღეს რომ ჩემი მათე და ბესო ჩემს გვერდით არიან, ეს ჩათვალეთ რომ პირველი ნაბიჯი არის კიდევ რომ მომავალში უფრო გავაღრმავოთ თავიანთ ტოლებში ეს ურთიერთობები, რომლებიც უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი თაობის წარმომადგენელთა შორის ურთიერთობები. მოვუყვებით ახლა ჩვენ გზას, ეს არის ნახეთ ბავშვებო, ეს არის გაშენებული ზევით, აი გორებზე გაშენებული ბინები, დასახლებული ერთი უბანი, ბესო და ნახე რა დავინახე, აი ეს კონცხი, რომელიც დარჩა წყალში, აი კუნძულივით სამწუხაროდ მხოლოდ ეს გადარჩა, რასაც მე აქედან ვხედავ სამწუხაროდ.